მაგარი საღამოს ელოდებოდა ვიღაცას ყოლია გაფრთხილი იყო ბოჭო. ნახე როგორ ახსნა ხომარია. მართლა მაშინ 91-13 მაისი რანაირად გახსნა. ხო და იტყუება აფერისტობს არა მინდი იყო. გაუმარჯო ჩვენს მაყურებელს. დღეს ჩვენი სტუმარი არის ქართული იუმორის იმპროვიზატორი. ეობა რო ვთქვა თავიდანვე ხო სხვანაირად ხარში იმპროვიზაციის მეფე მიშა მშვილდაძე. ნახე რა მაგრამ გამოცხადებაც ეგეთი უნდა რა. მიშა შეგვიათო იმპროვიზაციის მეფე ეხა ნახე საკამათო ტიტულია. რატო? იცი რატო? იმიტომ რომ მაგალითად მე მინახავს და დაჟე პაექრობაში შევსულ ვარ ავენის ფარგლებში საიმპროვიზაციო ჟანრში ტიპთან რომელსაც აი სადაც დაუჭერი ვარ იქვე მამარცხებ ნიკა გრიგოლია ჩათლახი მოში აი იმპროვიზაციაში ის მე უფრო მერჩვინდა რომ რამე ერთი რამდენიმე წამი მაინც მოსაფიქრებელი მქონოდა ის ეგრევე გადიოდა და ის უსხარტესი იყო ეხა გავამართლებ მაგრამ მეორეს მხრივ ხო ირაკლი კაკაბაძე დამიდასტურებს რომ უკრაინის ლიგაში რო თამაშობდით იქ მე გადავებოდა მე დღემდე გადაობა აქ შეკება უნდათ რა ჩემი იმას ჟიურის კომანდას და ამ იმპროვიზაციის კონკურსში კითხვა-პასუხში მე გამოვირჩეოდი იმიტომ რომ მესმოდა რუსული უფრო სწრაფად რა სფეროზე რა უფრო კარგად აზრობდი უფრო მეტი მქონდა ნაკითხი რუსულად იმენა ხო და ამის ხარჯზე რა ხო და ეგეთი რაღაცა მითხრეს რომ უნდათ რომ ესე ამოვნებინათ რომ შედოხარო цар რაზმინკი ეგ ხონდა გაკრას ხო და ამიტომ თქვი საკამათოა თქო რა აბსოლუტურად არ მიყვია მაგრამ цар რაზმინკი ანუ არ იღებ მაგ ტიტულს როგორც იდა არა цар რაზმინკი ხო ხდები ტიტულები ჩვენთან როგორ არის მართლა მეფის ტიტული და ბაგრატიონობა რას ნიშნავს цар რაზმინკი თორშემრია გუდამ საბავთ რო მივიღო თუ არ მივიღო არ ვიცი რაზმინკა იყო კითხვა-პასუხის ის რო არის ეგ მაინტერესებს ეგ ქონდა ხოთა შორის პირველი კითხვა რომ აი цар რაზმინკად ნობილი მაგითო თქვი იმპროვიზაცია იმნოჟეჩიკა კაკავარიც პაპა რუს ხო მაგასაკში რო ძმაკაცებთან ერთად რამე საქმეს აკეთებ ხო აი სურო საერთაფერი ხო მაგრა გისორდება რა სურო თან რო თუ ეს დაკავშირებულია მოგზაურობასთან კიდე ერთხელ შეგიძლია ჩემო იშვიათად გვიწევს შენშერობი და რაღაც თავგადასავლების დაგროვებასთან და რაღაც ამბებთან საერთაშორისო და თან აზარტია რა ხო ხდები ძალიან სიმართლე გითხრა აი იქ რო რა დაძაბულობაც იყო იქ თამაშის დროს და ამხელა იმასაც გადიოდი რედაქციულ შემოწმებებს და რაღაც ლეველებს და მართლა დიდი კონკურენცია იყო ძალიან რა იმიტომ რომ ჩვენ ვისაც ვეთამაშებოდით ხოლმე იქა ეხა ყველანი არიან რა ვიცი მე ან Forbes-ის შოუ ბიზნეს მილიონერების ათეულებში თავის ქვეყნებში პრეზიდენტები და რა ხო და ანუ მაგარი ხალხი იყვნენ იქაც და ძალიან როგორ იყო იცი ძალიან დიდი ქვეყნის საბჭოთა კავშირის ყველაზე პოპულარული სატელევიზიო გადაცემა იყო წლების მანძილზე რა და შესაბამისად საბჭოთა კავშირი დაიშალა არ დაიშალა რაც არ ეს დარჩენილი იყო რა ეს ამის მიმართ რაღაცა ეს პიეტეტი რა ხო და ჩვენს მივისწრაფოდით რა ეხლა იქ რა იმიტომ რომ მართლა ეგეთი ამბავი იყო რომ იქ ჯერ მართლა როგორ გითხრა ჩვენთან დენი არ იყო რა მაგ პერიოდში და ტელევიზია როგორ მუშაობდა რა ძალიან ძნელი გამოსაცნობი იყო იმის მიხედვით რასაც აქ ხედავდით ტელევიზიებში მაშინ რა ძალიან მოძველებული მართლა ეს აი
როგორ თქვა ეხლა რთული ტექნიკურად ძალიან ჩამორჩენილები ვიყავით რა. იმიტომ რომ დაგვენგრა თავზე ეს ქვეყანა და პირველი რის აღდგენა მე ომები იყო მაგ ტელევიზიაში და მე ვის ახსოვდა მაგის გამო მე თავარი იყო რომ პოლიტიკურად ვისი თავი ლაპარაკობდა რა ასრულა პუჩია თუ აბა ეს არის ეგ საკითხი გადაწყვეტილი იყო და მაგის მერე დავიწყე კავერის დამჭი. ბოლო ტყვია რო გაისრო. სოხუმი რო დავკარგე, მაშინ დავიწყე კავერის დამჭი. ეგეთი შავი უმორი გამოვიდა. მაგრამ ნუ ეგ არის ახლა რა რეალობა ჩემი ცხოვრების ესე დაალაგდა ტაიმლაინზე ისტორიის დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენები. ხო, მაგრამ მე რა მიქვრის იცი მაგ პერიოდში რატო ჯობდა 10 თავი, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრი არის ეგ, დღევანდელ გინდა მანსანკას, გინდა ქართული ლიგა ქვია ეხლა უკვე როგორც იმიტომ რომ ეხლა როგორ თქვა, არავინ არ მინდა რომ რომ აწყენინოთ, ხო, მიდი აწყენინოთ. რამდენი ადამიანიც მაშინ ოცნებობდით რომ ყოფილიყავით კავეშიკები, ვინც აიქა კავეს თამაშობდა ქართულად და პირველად რომ ნასტაიაში თამადი ჩავიდა გოგიჩა და კამანდა და ეს გოგიჩა რომ რაღაც აჩქარებული მას გიჟივით მეცინებოდა და შემატკივრდა იქ პონტი იყო რა იქ რა ერთხელ ჩაქრა დენი ეს პოდკასტში მოვყევი დღეს დილით და აქაც გავიმეორე და მე რომელიმე მამოჭერი ჩვენ დავასწრებთ დადებას და იმათ ეკნება და დენი ჩაქრა რა და აი ისე გავიდა და რაღაცა და ტელევიზორი გაგვიფუჭდა პარალელურად ამ დენს და ტელევიზორის გაკეთებასაც აზრი არ ქონდა რა რომ დენი არ იყო რაღაცა ერთი რამდენიმე კვირა ხო და მე რაღაცა მე ტელევიზორის გადაგვავიწყდა კიდეს რა საერთოდ მე დენი ხანკი მიდიმოდიოდა მაგრამ ეხა ტელევიზორი გავაკეთოთ იმიტომ რომ ხანდახანდენი და მოკლედ ახალწლ ტელევიზორი გავაკეთეთ რა როგორც იქნა და ჩავრთეთ ბიჭო ეს ტელევიზორი და ახალწლ გადაცემას მაშინ ჩვენი ეროვნული მაუწყებლობა ვერ ვაწარმოებდა ვერ გაჩავდა კი ბატონო პრეზიდენტის მოლოცვა იყო ჩვენი გულაობის პიკს თორმეტები პრეზიდენტ ხო და ORT-ზე ჩავრთეთ რა ახალწლზე და ეს ფერადი ბრჭყვიალა ეს ამ მრავალთვიანი ტელევიზორ პაუზის მერე იცი როგორ ბრჭყვიალებდა ეს ყველაფერი და ეთქვა მაშინ მომინდა ძალიან რა მაკეტკენ რომ თან რაღაც კავენის შიკების ის იყო რა საახალწლო სპეციალური გამოშვება და ხო და აუ ბიჭო და აქ დენი მოვიდა გაიგე ახალ წელს და დენი რომ მოვიდა ახალი წელი მანდ მოვიდა თორემ მე უკვე ისე იმ კუთხითაც გამიგია რომ ყოველდღესაც ყველაზე რთული პერიოდიაო გამიგია რა რეალურად ეგრე არის მაშინ მოდის ყველაზე მეტად იუმორი და მაშინ ყველაზე მეტი ხუმრობა მაშინ იბადება მაგით იქაროებს რა დარდებს თავდაცვის ინსტინქტია იუმორი აბა რა მეტი აფერი არის იუმორის წინაპარი ყოფილა წყევლა მაგით დაიწყო რა დაწყევლა და იმიტომ რომ პირველი ლიტერატურაც ეგ არის ალბათ რა წყევლა რა კრეატიული შემოქმედებითი ამბავი და წყევლამ დაამარცხა ფიზიკური ძალადობის აბსოლუტური მეფობა სამყაროში მანამდე დინოზავრი ვინც იყო ის ერეოდა იმას ვინც არ იყო ხო და წყევლიდან უკვე გაჩნდა რომ ადამიანს შეგიძლია უფრო მეტად ატკინო სიტყვით ვიდრე იმას შეუძლია გატკინოს მუჭით რა და მაგან ცოტათი ზოგიერთ ადამიანს ეს რო სამართლიანი იქნება ანუ აბსოლუტურად კი არ შემოატრიალა მაგრამ მისი აბსოლუტური ის დაასრულა რა და იმის მერე წყევლის მერე და იუმორის მერე ნელ-ნელა გადაიზარდა იუმორი. სიამოვნებაში ხო მაგან გახადა შესაძლებელი რომ სამყაროში ყველაფერი ფიზიკური ძალით არ გადაწყვეტილიყო. მანამდე სამყაროში ყველაფერი წყდებოდა ფიზიკური ძალით. აი ეს მნიშვნელობა იუმორს. არა ნახდათ ხო, არა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა და შენი აზრით რა კლავს ყველაზე მეტად? ანუ იუმორს დაეღებს ჩვენთან. ეგეც მართალია. შენი აზრით რა კლავს იუმორს? აი საიდან წარმოიქმნა და ყველაფერი არის და აუ ჯანელა ამბობდა სადღაც ამას წინათ რომ ყველაზე კარგი იუმორი იქ არის სადაც მეტი თავისუფლებაა რა. რაღაც პონჩი ალბათ ეგ არის რა სადაც ნაკლები აკზაული თემა. მაგრამ მეორეს მხრივ მე ამაზე დავფიქრდი რა ამ სენტენციაზე რომ ის თავის მხრივ in general ჭეშმარიტებაა. ყოველთვის ხო არის რაღაც ამბები რა გამონაკლისები ზოგიერთისთვის მაგალითად ეს გამოწვევა არის ტრიგერი რა რომ რაღაცა ეს ხუმრობა არ შეიძლება ამიტომ და იქ ჩაურო და იქ მერე სადაც აი
სადაც როგორ არის იცი? სადაც აი პატარა დეტალებში უნდა გაასწრო. ესე კი არა. აი კაბაკას მაგდროს მარტივია, კეთება რომ მაგას მნიშვნელობა. უფრო კაია ხოლმე არა, ეხა ხო ისეთი პერიოდი გიოღა. მე რაღაცა რაც არ უნდა შეიხო ზოგადად და არ უნდა. ეხა უკიდე ჩრდილოეთ კორეაში რაზე ვიხუმრებდით? ჩრდილოეთ კორეაში ალბათ არ ვიხუმრებდი. კაცმა ის ჩარჩო ჩამოხსნა თუ რაღაცა და ხო, ამერიკაში. ჩრდილოეთ კორეა თუ შენი მოცემულობა, იქ დაიბადე, გაიზარდე. ეხლა ამ გადასახედიდან არ გემუქრება რა, თორე ჩრდილოეთ კორეა თუ ხარ და იქ დაიბადე, იქ გაიზარდე. ხო და არ ვიხუმრებდი. ვიღაცები ხუმრობენ რა. ცხოვრობენ ისინი ბედნიერად. მან დარწმუნებული ვარ, რომ ვინც იხუმრებს და ვინც გაიცინებს, ყველას დახვრიტავენ. ერთად გაუშვებენ. არა ისე ზერსკი ანეკდოტი იქნება იქ. არა, გასულ. კიმჩინირი ჩადის ამერიკულ იმპერიალიზმზე იქნება იქ გადაობა. მე მაგ ჩემ ბავშვობაში ეგრე იყო SSR-ში, აბა. საიღა დაობდა თუ ძმახა. ამერიკანგი იყო ეგეთი ყველაზე თავარი სატირული ჟურნალი და ნუ იქ მიდიოდა ძირითადად დასავლურ კაპიტალიზმზე, კარიკატურები და თელემ იდეოლოგიურ საერთო დამპლები. ფული უნდა გადაგარიან აქში მოღალატეები, აი პანჩური უთავაზეს გარემტრებს და აი ჩვეულებრივი პროპაგანდა აგალწელი გადაგითარგმნი მე როგორ და აქეთ რისინება ქონდათ, იცი? ხანდახან რომელიმე ქარხნის პროდუქციას გააკრიტიკებდნენ ხოლმე. აი ბიზნესსაც ეგრე ექცეოდნენ რა, რომ იცოდეს თქვენმა ბიზნესმენმა დირექტორმა კაცმა. ის გაწიშვილია. ამონტაჟებს თავის ვიდეოს. ხო, მათ თავის ისტორია მოყვა, რამდენი აქ ნაცვალები მივხვდი ეგრე და ყველას ისტორია ეგეთია რა, ვინც თავისი ბიზნესი ეგრე თავის ხელი დააწყდა. ეგრე არის იქაც რა მოყვა. ნუ ეგ ნიანკი გადიოდა ის ხელა ცენზურას დარწმუნებული ვარ, რომ რა თქმა უნდა, ეხლა ცენზურა. მე ეთყოდნენ, რომ აი ეს რომ ამაზე გაიხუმრო და ჩასვდნენ ეს ცენზურას ცხოვრებას მიჩვეული ვიყავით რა ჩვენც რა ჩრდილოეთ კორეა ვიყავით, აბა რა ვიყავით ეხლა. ისე იმაში რა ქვია მანსანკანში მაგარი ის არის როგორც ეხაც ეგრე არის, მაგრამ ადრეც ეგრე იყო, აი ძალიან კონტროლდებოდა ის ყველა თითო ხუმრობა, რა სიტყვები ხო, ჩვენთან ეხლა იქ როგორ იყო იცი? ეგრე ძალიან არ იყო, იმიტომ რომ მაშინ თვითონ იქ ქონდა როგორ იყო იცი? ეს ელცინის რუსეთი იყო და აი ეს თავისუფლება იყო. პუტინის და მართლა ეთამაშებოდნენ თავის წლები მე არ ქონდა ნანახი. რა გახდა რუსული ტელევიზია. მაგ პერიოდში მე უყურებდი და გეტყვით. მაგ პერიოდში არა 97-98 აი 2000 სადღაც 2003-დან მოკლედ დიდი ხანი აღარ ქონდა ნანახი და ერთშობილად ჩავრთე რა. და გული გამისყდა მე ადამიანს, რომელსაც ის მქონდა ნანახი ძველი რაც იყო. ეს ბევრად ეს კატასტროფულად სხვაგან იყო რა. მან რეალობაში იქ რა მოხდა, რომ ამასობაში მე რუსული ტელევიზიაც მახსოვდა. მაგ დროს იყო NTV, იქ სხვა არხები იყო გუსისკის, იმათ თავისი რაღაცები იყო TV6 და ის იყო რა მულტიპოლარული მედია გარემო იყო რა, მარტო ORT არ იყო. ORT ყველაზე დიდი იყო, მაგრამ სხვაებიც არსებობდნენ ასევე დიდი არხები რა. რაც ამ ORT-ს იძულებულს ხდიდა რომ აი სალავიოვშინა და ეს მერე რაც ეხა დღეს რაც არის აყვავებული იმას იქ ვერ აჭაჭანებდნენ რა, იმიტომ რომ იქიდან დაიცინებოდნენ ეგრევე და აყურებაზე მერე მოქმედებს რა, სხვაები რომ დაქცინიან აგრეთვე შენი ზომისები. განსხვავებული აზრი ისმოდა სხვადასხვა ტელევიზიაზე. ამასობაში იქ მოჭიმა პუტინმა ყველა ტელევიზია გახადა თავისი და მერე უკვე მე რო ჩავრთე დამხვდა იქ აისა და ვაი მე მეთქი პოლიტიკური ხმობები არის როგორ სტილში იცი რაღაცა იტყვიან რომ აი ობამას პატარა აქვს და პუტინს დიდი. აი რაღაცა ეგეთ სტილში. პუტინზე თუ არის ხუმრობა აღმატებით ეხლა სულ ეგ რაღაცა ისეთი უნდა თქვა. კომედი შოუს სკეჩებს ხანდახან მიგდებს ხოლმე რა, იმიტომ რუსულ, ინგლისურ, ენოვან, ქართულ ენოვან მაყურებლებში ხა ვიდეოებს მიგენერირებს, ეგეც ხვდება. სულ არის ეგ ისინი არიან რაღაცეები და სასაცილო ტიპები არიან ისინი. ეს არის რომელიც გადაგებს ყველაფერს რა და ამის ყველას ეშინია და მაგაზობაში მეგობრებო საქართველოს რუმინეთის თამაში დაიწყო ფეხბურთის და თან პარალელურად ჩართული გვექნება და უყურებთ წარმატებას უსურვებთ. ხვიჩეთ ჩამოვიდა? კი. ორგინე გაგიწვა. ხვიჩეთ ჩამოვიდა. კოდიშა. ეგრე ძალიან თუ გინდა და ყურება მე დავждებოდი მაქეთ და არა, გაჩვენიურად.
მე უბრალოდ ავსტრალიის მოტივის წამო. შენგენას ვალებე. ხო და ეს იქაური ამბავი გავიგეთ და აქ რო დაიწყე კეთება თავი. საიდან არის? ლუკა და ლუკა. აქ უნივერსიტეტი იყო და უნივერსიტეტში სუორი პონტი იყო რა. არ უნდა გესწავლა. ეგ არისო. არა, გესწავლე პონტი არის. სამი იქნებოდა უკვე. უნივერსიტეტში რო ეგ ფუნქცია ამოღებულია. არა, უნივერსიტეტში გესწავლა პონტი არისო. იყო სუორი პონტი, იყო კავეენი გეთამაშა და იყო რო თვითმართველობა. აჰა. სტუდკავშირი ერქვა მაშინ. მე არც ერთ შეარნებას ხო იცი, მქონდა მსწავლე. უფრო პოლიტიკურად აქტიურები მიდიოდნენ იქით ხარეს, საზოგადოებრივი იმის ინტერესი ვისაც ჰქონდა და უფრო შემოქმედებითად ვისაც გვაწვებოდა აქეთ კავეში, მაგრამ პონტი იყო ეგორი. სწავლა მე იმედი მაქვს დღეს რაღაც მესამე პონტად მაინც არის დამატებული, იმიტომ რომ ის ორი პონტი არ ვიცი არის თუ არა კიდე. ნახე მე არც ერთი არ მიმიღეს. მე არც ერთი არ მიმიღეს. პონტი აღარ არის, ახლა უნივერსიტეტში არავით არის და აი გულიც გამისხდება, მაგრამ ხო და მე არც მასანკანში მიმიღეს, არც თვითმმართველობაში და მე წამოვედი უნივერსიტეტში. მესამე პონტი ჩემით დავიკიდე და წამოვედი რა. არა მე ჯიუტად ინჟინერ ეკონომისტი გავხდი. ხო, იბრძოლე ბოლომდე. მე ბიოლოგიურზე ვიყავი და აი მესამე კურსზე ეკონომისტი გახდი? საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტი აქვს ჩემსას. მე პირველ კურსზე არ მიგეს გასო. ხო და მე მენეჯმენტი რაღაც მოჭი ცოტა. და ის რო დაიწყეთ მე იუმორის კეთება უკვე საქართველოს ფარგლებში მან ვიცი რომ ძალიან ჭირდა ფინანსური კუთხით. უნივერსიტეტის კავენში კიდე გქონდა ამბიცია რომ ჩვენ კიდე ცოტა სხვანაირად ხუმრობდით რა. რაც დაფუძნებული იყო უმკაცრეს დაცვაზე პრინციპის, რომ სადმე არსებული ხუმრობა ან ძველიანი არ რაღაცა არ უნდა გაჭაჭანებულიყო ამ სცენაზე რა, რომ თუ იმე მაგას იკადრებ და ეგრევე ბოლოს პუბლიკაც კი იმდენად აღზრდილი იყო, რომ ანეკდოტი რო ეცნობოდა წვენას იწყებდნენ. განსხვავებით სხვა აუდიტორიებისგან, სადაც გემრიელად იცნობდნენ, ეგრე პრინციპად განაგრძობდნენ ხარხარს. ხო და ამიტომ უნივერსიტეტის ამიმას და მაინც ხო ხდები უნივერსიტეტი ესე ჟღერს რა აკადემიურად და ეგ ამბიცია ჰქონდა რომ ჩვენი ხუმრობები უფრო ინტელექტუალურია ვიდრე ეს არის რა ქვია არ დავასახელებ მე უკვე სხვა უნივერსიტეტებადვე გადმოკეთებულ ინსტიტუტს ხო მაგრამ ნუ ეს დაპირისპირება მე და ეს ის გამოხატული იყო იმაში რომ კავენის ქართულ ადგილობრივ ფედერაციასთან უნივერსიტეტს ასე ვთქვათ არ ქონდა კარგი ურთიერთობა რა იმიტომ რომ იქ ჩვენ იქ ფილარმონიაში იმართებოდა ემათი თამაშები იქ რო უნივერსიტეტი გადიოდა იქიდან ბრუნდებოდნენ ცოტა გატეხილები და წაგებული და ამბობდნენ რომ დაგჩაგრეს ჩვენი ზედმეტად კარგი იუმორისთვის ეს ჟიური და ეს პუბლიკა არ იყო მზა ვერ ჩაწოდა ეხლა აქ ვინ იყო მართა ეხლა ხო ხდები ეგეთი რაღაცეები შესაძლოა მთლად უსაბუძლო და ყოველთვის არ ჩნდებოდეს იმიტომ რომ თავისუფლებას აძლევდა უნივერსიტეტი რომ ეხმურა პოლიტიკურ სატირულ მიმართულებითაც აი იყო განმასხვავებელი რა გია ჭანტურია და ესენი მაშინვე პოლიტიკურად ინდოქტრინებულები დაგაზული სტუდენტები იყვნენ და კავენი მათთვის იყო ტრიბუნა რა ეგ იყო ჩემთვის მთავარი მიზიდობა უნივერსიტეტის კავენის სხვა შორის რომ მარტო ეგ არ იყო რა რაღაც ტრიბუნა იყო და ჩვენ დავიწყეთ გადაობა მაგალითად ძველ ბიჭებზე რაც მანამდე არ იყო აი როგორც პატრიარქის აი მის ქვევით იყო არ იყო რა მაგ თემაზე გადაობები არ იყო მაგრამ ეგ პონტი იყო რა და ეს მიმზიდველობა ამას ჰქონდა რა. იზე არ კავენს მაშინ ეგ იყო მთელი პონტი. მუქარები არ წამოვათ მე. ამოხვალ შენ ფილარმონიიდან და არა ეგ მეორე ძილით რო ეცინება ეს ეგრევე ფუჭდება. ამათ თუ რამე ის არა. ამაზე გაიფოფეს. არა მანდრაზე ეს მანდარი გაბედვაზე. ხა პირველი უნდა გადადგან ამიჯი. ეს გაფუჭდა. ახე შენ გახსენეს და სტავზე არ მიიღებდა თაგვიზე. მარტო შანსი არ არის ხარ შეგხვდება უბანში ვიღაცას და ეს მარტო რაც გაგიწევს მეორე ამაზე გაიფება უჯვარი. ქუთაისში ავით ქუთაისში კი. ხო.
რომ ეგრე გააправა რომ ავენიო, короче, ქურდულიაო რა. ქურდმა თქვა ეხა არ დავასახელებ იმას რა ქვია სახელს და გვარს, მაგრამ ძალიან ცნობილმა celebrity ქურდმა. ყველას რო გამიგია. მოკლედ მასპინძლობის სურვილი გამოდგა ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ და კავენშიკების პატარა დელეგაცია ეწვია რა მე კი არ ვიყავი მაგრამ პირველ პირის მრავლობიჩი მოყვები მაინც იმიტომ რომ რამდენჯერ მაგ ეს ისტორია მოხდა ხო და მეც არ წავედი იმიტომ რაღაც აქეთ ვსვავდით თუ რაღაცა ეგეთი რაღაცა მოხდა რომ ნასიამოვნებმა იმად ამათი სტუმრობით კონცერტის საღამოს პირდავი კონცერტის მერე ხო ხდები ახლა most wanted სტუმარი ხარ რა იმერეთში ხო და ამ კაცმა გაიმარჯვა რა ეხლა მართლა ქურდულა ვეწვიეთ და ეს ახლა ის არის რა ქვია პატივი ვეცით გამოვიდა ხო ასე ახლა მისი თხოვნა სტუმრად მობრძანების რომელიც არის ერთადერთი ცხადე ქუთაისში რანაირად ბიჭო ხო და დაკმაყოფილებული იქნა რა და შეძლების დაგვარი დელეგაცია და იქ იყვნენ ხალხი რა და ეს იამონა იმასაც და ეხლა ეთყობა იმასაც უნდა რომ გაგვისწოროს რა რაღაცა და თქვა რომ ეს კავენიო მოკლედ ქურდულიაო რა და აი ეს გაკვირვებულებმა შეხედეს კავენშიკებმას თორე იქ რამდენიმე შეიძლება სამყარო ჩამოენგრა კავენი ქურდულია და მაგრამ ნახე როგორ ახსნა ყომარიო celebrity ქურდები ყველა არ ხდებია რა ბიჭო ლიტერატურაში მოგზაურობა იციან მაგ ხალხმა და სიტყვის ხმარება იციან ისე რომ აი დეტალებში აი ქურდულია პირველად გავიდა რა კაი რაღაცა მარია ზო რა გჭირს ბოლოდ ფეხბურთის ქურდული ხომარი მამეთ ეგრე ყველაფერს გაправება შეგიძლია ეხლა დავფიქრდი და ძალიან ისეთი მარტივი თემა რავი ხომარი თუ არ არის ვერ გააправა YouTube-ი თუ შეგვიძლია რომ იგივე რამე ვთქვათ YouTube-ზე ნუ ეხლა რეიტინგში თუ ძალიან ეჯიბრები ვის რამდენი ნახვა გაქვს რაღაც პონჩი ხომარია შეგიძლია კი ცხოვრება ვაფშე ზოგადად ყველა ფერზე უნივერსალური კი ო არა და მეგონა დარწმუნებული ვიყავი რომ 90-იანებში პირიქით ისე იქნებოდა უფრო დაძაბული სიტუაცია იქნებოდა მაგ კუთხით ხო რა ხუმრობების თქმის კუთხით და რაღაცა რომ არა კი როგორ თქვი ბიჭო იქ რაღაც ეხლა გეტყვი რა მოხდა ხო კია თუ რაღაცა თამაშდებოდა კია კოკა-კოლაში რაღაც გათამაშება იყო რა მანქანა ხო და რაღაცა კარები შეგეგროვები და იყო 90-იანებში და მოკლედ ერთ-ერთი ის არის კავენის მიმდინარეობისას ვიღაცამ დაიყვირა რომ მოვიგე და ეს მანქანის უკანაკაი რომელიც არის შეუება და კია მოიგო რა მოკლედ რამდენიმე ძმაკაც ჰქონდათ ნაყიდი რა ქვეყანა ვარ წარმოიდგინე კოკო-კოდოთ კია იმ წილში ყავდა რა კიდე რამდენიმე ბრატი ვისაც ეთავნა დაელიათ რა რომელმაც მოიგო შეიძლება სამი იყიდეს და ერთ-ერთი ამოვიდა და მოდი ვის შეხვდა ეხლა აღარ გაიყვეს მაგრამ რამდენიმე გამარჯვებული ყავდა მაგრამ ერთი იყო მათ შორის გლავნი რა ეთქობა ვინც ფული გადაიხადა რა ხო და მე რაღაც ინტერვიუ მიცა რა ამ ბიჭმა ტელევიზიებს და რაღაცა იქ და გასთარდა რა რაღაც პონჩი ხა ტელევიზორი და რეკლამაში გადიოდა ეს როგორ მოიგო და ეხლა ეს ბიჭი არ ფსახიობი იყო არც ის იყო რა ქვია მომზადებული იმისთვის რომ ეთერში რამე ელაპარაკა რა თავისებურად რაღაცას ლაპარაკობდა რა ესე როგორც ლაპარაკობდა და არ იყო რა სატელევიზიო კაცი მაგრამ ნუ აღმოჩნდა ტელევიზორში და თან დაიმახსოვრა ყველამდე ერთ-ერთ კავენზე ჩემო ძმაკაცმა გააკეთა ამ რეკლამის პაროდია უნივერსიტეტში რა რაღაცა იღადავა და უცბად დარბაზში ვიღაცა ახლა მე შენ ვიზე ხარ გამოდი თურმე ეს არის რა ვინც იყო აი ეგეთი რაღაცა მოხდა თუმცა იქ მე დიდი ის აღარ ხუმრობა კაი ეხლა და რაღაცა ჩაცხრა ამის თემა მაგრამ თემები არისო რომ რა ქვია მაგას მაშინ აი ხუმრობა რო აგრძალულია მაგ პერიოდში რა ეხლა პოლიტიკური თვალსაზრისით? გინდა პოლიტიკურით, გინდა სოციალურით. შენ დაკავშირდა არ მახსოვს ეხლა როგორ იყო. შევარდნაძის დროს, აი ნახე, მაგალითად როიჯეკით ჩვენ აქტიურობდით პოლიტიკური იმის მიმართულებით
თავისუფლება დიდად არისო, ხო? იცი როგორ იყო? ბოლოდ რომ წარმოიდგინე ხა კოკა ყანდიაშვილთან ვარ გააცემაში ნამყოფი მე 105-ელი და დარდუბალას ისა პირველ არხზე, აი მთავარი პროპაგანდისტი მე დედაჩემ, მამაჩემ, მთელი ოჯახით, ანუ ეგეთი ხო გეუბნები, აი ძველი ORT-სავით იყო რა. მაშინდელი სხვანაირად მუშაობდა რა, აი ცოტა საბჭოთა ისი როგორ იყო? საბჭოთა კავშირს უკვე ბოლო პერიოდში ჩვენი საბჭოთა SSR რესპუბლიკა რო ყავდით მიერთებული. ეს ჩვენ დამოუკიდებლობის იდეა როგორ იყო ისი მივიწყებული დღის წესრიგში აღარ იდგა და ამან შესაძლებელი გახადა რომ ოდნა მოეშვათ რა მოედუნებინათ ეს წნეხი რაც იყო რა 37-ში რო ხვრეტდნენ აი 37 წლიდან ნელ-ნელა წარმოიდგინე რომ ეს აკამდე მოვიდა და შვიდად ავართ. ოდნა მოადუნეს და ამას შვა მე რაღაცა ჭაბუა ამი რეჟიმი და რაღაც ბევრი სხვა ისა ლიტერატურული თუ ხელოვნებაში თუ დინამო თბილისი და ბევრი სხვა ფენომენი ამოხეთკა. სულ ოდნავმა თავისუფლება, სულ ოდნავმა რაც მიიღო, აი ყველა მიმართულებით რა. მაგრამ ამ თავისუფლებას რატო იძლეოდნენ, იცი რომ იმდენად დღის წესრიგში არ იდგა რომ შენ აქ რამე პოლიტიკური მოთხოვნა დაგეყენებინა მიტინგზე რომ ამბობდნენ რომ მიტინგზე თქვეს რომ სინამდვილეში ხო დამოუკიდებლობას რო ითხოვდნენ 89 წლის აი მაგ მიტინგებზე ხალხო უფლება გვაქვს ჩვენო დამოუკიდებლობისო საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში წერია რომ ნებისმიერ იმას შეუძლიაო რესპუბლიკასო რომ განაცხადოსო და უკან გავიდესო თავისუფლად თუ არავითარი შეზღუდვა არ არისო და ხალხმა რა მაგას იქ გავიგეთ მანდ გავიგეთ იმდენად მივიწყებული გქონდა რა თორე ეს ფურცელზე იმ კონსტიტუციაში ეწერა რომ იქაც ეწერა რომ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ნებაყოფლობით ვართ იქა ამ ჯიგრებთან და მაგრა გვისორდება და იმდენად წარმოუდგენელი იყო პოლიტიკური მოთხოვნის დაყენება რომ თავისუფლებას აძლევდნენ რო შენ ცოტა აქეთ მე რაღაცა ის რაღაცა ცოტა ესა რა რავი როგორ იმაზე არის ფიქრო და ცოტა თავისუფლებას ცოტა შენ პონჩი იკაიფე ოღონდ შენ პონჩი იკაიფე აქეთ არც იხურებოდი რა მაშინ და ხო და გაშინდა მე ამბები პოლიტიკური ამბები ეგ იყო მოვლენე და ამასობაში საბჭოთა კავშირი ჩამოიტხლა გაჩნდა ვაფშე სრული თავისუფლება მაგრამ ეგ პერიოდია ალბათ ყველაზე თავისუფალი პერიოდი ნუ საქართველოში ამდენად, მაგრამ ზოგადად პოსტსაბჭოთა კავშირის პერიოდში რა. რუსეთში ყველაზე მეტი ხო ჩვენ რაც გვინახავს, მაშინ ყველაზე მეტი. ყველაზე დიდი თავისუფლება იყო მაგ პერიოდში და ესე შემდეგ. ეხლა თუ არის ისეთი რაღაც, ანუ უფრო ცუდი პერიოდი ეხლა არის. ალბათ იმ კუთხით რაზეც იცი როგორ არის? აბსოლუტური გაქვს ხუმრობები. ეხლა შესაძლებლობები გაჩნდა ბევრად მეტი რა. კონტროლის მექანიზმებიც ეზდებათ, მაგრამ ეს შესაძლებლობა უფრო სწრაფად იზრდება რა. ეხლა წარმოიდგინე რამდენი პოდკასტია, რამდენი მიკროფონთან, რამდენი ხალხი დავსდები და რას ვილაპარაკებთ და იქ იყო ერთი. პირველი არხი, მეორე არხი ირთვებოდა სულ 4 საათი თუ რაღაცა, აქედან 1 საათი აჩვენებდნენ რაღაც დოკუმენტურ ფილმს რაღაცას და 1 საათი იმეორებდნენ იმას, რა ქვია, საინფორმაციო იმას, პრემიას თუ რაღაც სიგიჟე მოკლედ. ხო და აქ ამდენს ვერ აკონტროლებ რა. და ეს შესაძლებლობები რომ გაიზარდა და ყველანი რომ აუწყებლები გავხდით რომ ჩვენი ტელეფონით მარტო რომ შეგიძლია რომ всё მედია ხარ რა მორჩა დამთავრდა აღარაფერი აღარ გინდა ამიტომ ამის ხარჯზე აქ მეტი თავისუფლების ახლა ილუზია გვაქვს რა რაღაც პონჩი რომ ილუზია გვაქვს მაგრამ არ არსებობს მაგრამ კონტროლდება რა ეგ ვიცით რა რომ როგორც კი გადავაბიჯებ რავი დარეკავე რა ხო დარეკეს ჩვენ ძმებთან იუთუბერებთან ხო იყო ეგეთები კი და აი პონტია რა რომ ეგ უნდა გახსოვდეს რომ კონტროლდება რა ოღონდ ეხლა ყველასთან რამდენი ახლა ისინიც ამდენი ხო არ არიან აუ თან რა არის ეხლა იცი ყველაზე რთული ჩემი გადმოსახედი იგივე თემა ხო ყველა გახდა ამაზე მოგივა და რა რამდენი მქონია ეხლა გაცოცხლებული შოუ იმპროვიზაციული იუმორი რაღაცა რამდენჯერ ყოფილა რომ რაღაცა ისეთი ხუმრობა გვითქვამს რომელიც აი ეს ამოვჭრათ ხო ხო ვერე არა და დარბაზში წერს კი დარბაზში გაგრადოსწორდება კი იმენა იმ ხო და მე გადასვლა არის ხოლმე გადაობა რა უცებ რაღაც ხო აქ რაღაცა დარბაზიც ის და აი
მე რაღაც დებილ იმ ძალიან ძვირს ხუმრობას რომელიც ამოჭრილი გვაქვს მოყვება ხოლმე არც თუ ისე კაი ხუმრობა შეიძლება დარბაზი ისეთი გახურებულია უკვე რომ მოყვება და იცის ხო მაგაზე მოდის ხოლმე აი ამაზე როგორ იცინება არა და კაი იყო იქ საკრძალული რაღაც ბიჭო ხო და რატო ეგ გამოწვეულია იმისგან რომ ყველა იმის გარდა რომ მედია გახდა თან კრიტიკოსი გახდა ყველა რომ აი ნებისმიერ შეიძლება ფიდბექი გაქვს ეგრევე ხელში გიჭირავს კაროჩე ერთი სინდისი შენი ხო გაქვს 8 მილიარდის მასა კიდე შენი გაიგე და თითოეული გიკონტროლებს თავისი რამხელა ინფორმაციაც აქვს შენზე და რამხელა ინტერესიც რა ამასაც ერთხელ აქ პოდკასტის გამო ისეთი დაახურეს თავზე რომ შეუძლებელია მეც ერთი გაცხრებული ხუმრობა გავარდა TikTok-ზე და მაგის გამო არ ვიცი ძმაო ვინც მეორეს დაგაგონა ხო იცი როგორც ფეხბურთში ამბობენ ხოლმე რომ სტარი სხვანაირად არის ცეცხლში უნდა გაიაროს ეჭელი გიწევს ეხა კრიტიკა უნდა აიტანო ძმო მათ შორის დაუმსახურებელიც მაგრამ მართლა ძნელია რა ის არის რა ქვია შენ ხო ყოველდღე ერთი და იგივე ყოველდღე ატანის ხასიათზე ხო არ ხარ ხანდახან ხო აი ვერ ატანის ხასიათზე ხარ რა იშვიათად მაინც ადამიანი და აი მაგ დროს ძნელი ჩვენც ეგრევართ რა როგორც ვთარო აი ხო აკონტროლებენ ზედმეტი არ უნდა ვთქვა ჩვენც ეგრევა აი ზედმეტი თუ მოგწერეს უკვე მან დატრაკებში ბაბა შენზე მოთხო აქვე კითხვა რომ აი რა მოსანატრებელია მაგრამ 90-იანებში აი მაგ პერიოდის თუ გენატრება რამე რასაც ეხლა პერიოდში დაამატებდი რა ანუ გადმოიტანდი 90-იანებიდან არ მე მიყვარდა ძალიან ბურახი რო იყიდებოდა პირდაპირ ქუჩაში აი ბურახი ესმევასება ბაზარია რა ბურახი მაგარი ბიჭო რა რიცი ეგ ძალიან აქტუალური იყო იმ პერიოდში როცა მე რუსეთში ვცხოვრობდი ნუ ეგ ბურახის ისინი ძალიან თემა იყო ხო აგრამევასებოდა ბოჭკები რო იდგა და ბიჭო რა კაი რაღაც ანუ მე და შენ კაი ასაკში ვართ რა იგეთი რაღაცები ბევრი გვახსოვს კაი თემი რაც არის მოი ძალიან იქით არ მახსოვს მაგრამ ძალიან იქით ცუდი იყო რაღაცა მე წარმოვიდგენია ეხლა რომ უფრო ახალგაზრდებთან რომ მოხდეს ვინმესთან პოდკასტში და ესე უყურებენ ძალიან შუქი ორი კვირა 91 წლის 13 მაისი გახსოვთ 91 წლის 13 მაისი როგორ არის არა ეგეთ ასაკში წარო არ ყოფილ ხარ თლაბოვშევია ჩვენ ბოშევი 93-იანი ვარ მართლა მაშინ 91-13 მაისი რანაირად გახსოვთ ხო და იტყუება აფერისტობს არა ამინდი იყო შესანიშნავია ამინდი იყო მაგარი დღეები არა ჩვენ შეგვიძლია რომ 90-იანები გაგიზიაროთ რა 90-იანებშიც იყო ბრწყინვალე დღეები მიუხედავად იმისა რომ სუსუდი ამინდი მახსოვს მაგის დედავატი ჩითო ეხა და ბურახი რო თქვა და რომ ვერ გაიგო ბურახი რა არის რო კითხვა არ გაგიტყდება რაღაც ყველაზე ნოსტალგიური რაღაცა 90-იანებში და ბურახი ეხა ვიხსენებ როდის დავლიე ბოლოს ჩემ შულს ვერ აუხსნე ბურახი არა იმაში გავაძრე მარკეტებშიც არის ეხლა მე მგონი რაღაცა ჩამოსული ხო აი მაგას მოყვები არა ის პლასმასის მეხუთედ ნახმარი ჭიქა რო და გამოგივლოს და ძალიან მიყვარდა მე ბურახი ეთყობა იმიტომ რომ ერთხელ სოფელში დაჟე დავამზადე რა ვიჩარიჩეთ იქ რაღაცა და გამოვიდა სხვათა შორის რა არის ყორთული ტექნოლოგია ხო შავი პურის თემა რა უნდა დაადუღო და მე არ ვიცი მე რო გითხეთ მიყვარდა მეთქი არა აი უნდა დაადუღო თუ ის რა არის ეთყობა იმპერი ჩემი ბავშვობის კოკა-კოლა იყო ეგ რა ბურახი მაგარივე შეგვი შოკი ის იყო რა ლაღიძის წყალი იყო ძალიან აი პატარა რო იყო წყალი და ლაღიძის წყლის დასალევად მე ჩემი უბნიდან უნდა წამოვეყვარე და რაღაცა და ის ბურახის სკოლასთან იდგა რა ბორბალზე შეყენებდა საწაღება შეეძლოთ აუ ელგანი ხო ვაფშე ახალი ჩამოსული ვიყავი რუსეთიდან ნუ 1 წლის ალბათ და არსად არ შემხვედრია მაგ პერიოდში ბურახი საქართველოში და ვარკეთილში ვიყავი რაღაცა და გავაძრე ეს ბოჭკა და მეთქი უეჭველი დავლიოთ ესეთი მონატრებული ვიყავი ბურახი მაგარივეშია ძალიან 10 თეთრი და ხო 5 კაპი კი 5 მე ხო 10 დღით და დიდი 5 პატარა და დიდი ეგეთი ბოჭკა უნდა გააძრო სხვათა შორის აქვე ბოდიში ხო მივხვდი რომ ეს რომ ვერფასო მეგობრებო ჩვენი წარდგენი არის ლუდის ტალღოვანი პრემიალური ხარისხის ქართული ნატურალური ჩიპსი და
სწორედ მაგაზე მქონდა საუბარი, ეხა პირველ რიგში იმის თქმა მინდა რომ წითელი ჩიფს დაბრუნდა გიორგი. ალელუია. ლუდის ფესტივალი იწყება 11 ივნისს. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას ამთხოვენ დედაენის ბაღში და ლუდისა იქნება წარმოდგენილი ლუდის ჩემპიონატ ლუდის ფესტივალზე ყველაფერი ამერია ლუდის ფესტივალზე იქნება ლუდისა მეგობრებო და ჩვენც ვიქნებით ლუდის ფესტივალზე მე და გუნდიშა აუცილებლად ვეწვევით და მობრძანდით დალიეთ ლუდი და მიირთვით ლუდისა რადგან ლუდისა იქ არის სადაც ლუდია ვახინოთ შენ გენაცვალე ჩემი გიორგი ჩიფს სალამ არ მესვი მანამდე ვერ მომობ ხო ხედავ რა გავერთეთ რა კარგად ვილაპარაკეთ ხო აქვე ბავარიას უღრესი მადლობა ჩვენ მეგობარ ლუდს და რა თქმა უნდა ალკოსფეროს რომელიც ჩვენს გვერდით არის და გვახალისებს გადმომიტანეთ მძიმე ალკოჰოლი გჭირდება ეს ლოგო აქ გადმომიტანეთ რომ უფრო მარტივად ვაკოცო ხოლმე თუ შეიძლება მოთხოვნა ალკოსფეროსთან აქვე ხო მე მოქვს მეც მაგ ერთი კითხვა მისასთან მე მაინტერესებს ყველაზე უცნაური რა უთქვიათ სად უყურებენ შენ გადაცემას ხო გეხა ვიღაცა ხო გეტყვის რა ესე უყურებ ისე რაღაცა ყველაზე უცნაური რა მოუწერეთ და რა უთქვიათ რომ სად რა დროს უყურებენ აუ არ ვიცი რა მე გეტყვი მე რა დროს უყურებ ხოლმე ოღონდ პროსტა მე დავფიქრდი რომ ერთი და იგივე დროს ემთხვევა ოსლოში უყურებ ხოლმე და ძალიან იშვიათი გართობის პონტი არისო რა ზოგადად თუ აქო და ვაფასებო ძალიან აი ოსლო ძალიან დავმახსოვდა ან ოსლოში გასვლა თუ უწევს არ უყურებს ხოლმე ნახავს და ოსლოში ცხოვრობ მე უყურებ ხოლმე აი პროსტა მე დავაკვირდი რომ სულ აი რაც არ უნდა იყოს მაგ დროს ვთავ რა შუაშია ეგ ერთმანეთთან არ ვიცი დარბაზში რო ვარ ხოლმე რო ვარჯიშობ ნუ რაღაც ვივარჯიშებ მე სარბენი ბილიკი და მე არის კიბეები რო ხო ისტორიაში აი კიბეზე რო დგები აი არ ვიცი რატო უეჭველი ეგუღა ყველაზე მეტად კიბეზე გისწორდება რატო არ ვიცი კიბეზე აი სულ იდეში ხო რაღაც კიბეზე ავდივარ რო გიყურებ ხოლმე სულ რაღაც რიტმი უჭირავს ესეთი რა სტანდარტულად ერთის რო ხო არ გაქვს ხოლმე გადაცემის ყოველთვის მე მგონი ხალმედია ხალხ არა მაგ თემაში ხო არ გაქვს ხო ამოღამებული რაღაც ბიჭო არა უნდა იარო კიბეზე რო დგე ბოლოს აი უკვე ინსტინქტურად რო ჩავწერე და რო ჩავრთე მაგ დროს მივხვდი რომ მეთქი აქ მარტო აღზატო უყურე იმიტომ რომ სარმემბილიქზე მუსიკას უსმენ ხოლმე იქითაც რაღაცა უფრო რაღაცა როკი რა მე რაღაცა კიბეზე მე ძირითადად ფონზე მაქვს ხოლმე აი რაღაც რო ვაკეთებ ან რაღაცა ფონზე უსმენ ხოლმე იმიტომ რომ აუ ეგრე არ მისწორდება ეგრე ვერ უყურებ შენ გადაცემას სხვათაშორის რომ ის რა ქვია ფონზე ხო მის მარტო კურსასმენებში მოусმენი ვარ რამე მევასება უფრო მევასება რო უყურებ ის არის იქით უეჭველი ჯავახას მაისმის ხოლმე ხო ლინკი ახსნა შეიძლება მეგობრებო გამოიწერეთ რა თქმა შენი ემოციებიც კაია ხოლმე თავის ხუმრობაზე ყველამ უნდა აიღოს გაცინებით პასუხისმგებლობა რა ხო და სანამ თამაშზე გადავალთ მინდა რომ ერთი კითხვა დავსვა შენი საყვარელი სამი იუმორისტი მინდა რომ ჩამოგვითვალ ქართველი რა თქმა უნდა ბაბამ ტერმინატორის მე მაქსიმალურად გავუწევ 3 მინუტი თქვა რომ ჩემი ძმაკაცები არ მინდა რომ თქვა დიკა შევარდანზე ალბათ ჩემ სინიო იქნებოდა ეგ რო ბრაზილიელი ფეხბურთელი ყოფილა ძლიერი პიროვნება ძალიან აუ ის გეტყვი იცი მზია კვირიკაშვილს კაროჩე იძინა მახარაძე იყო პირველი ვინც მახარხარა ბავშვობაში და SNG მაგ იმას რო კითხულობდა ტატიშვილი აჰა რო გახსოვს აუ გიждდებოდი ისე მომწონდა მე ადრე არ მესმოდა ბიძინა მახარაძის იმდენად კარგად მე რო უყურე თურმერაზე იყო ბიძინა კლასიკურ აი განსაკუთრებით ძველი ბიძინა კლასიკურ ლიტერატურულ კანონიკას იცავდა ძალიან ეხა თემატიკა და ეს რამდენად ის იყო რა ქვია სენსიტიური და რაღაცა ყველა ხუმრობას ეხა გადასახედიდან ეხა ნუ აუწევი დავხალს რა და ხო არა სხვა ის მიდგომა იყო 100%-იანად შემოქმედებით მაგაცები არ გაგიჭირდება მაშინ გაგიჭირდება მაშინ გაგიჭირდება არა რატო არა ის არის ყავ მაგარი იყო რავი იპოლიტე ხვიჩია ჩემი კაცი კარგი რატო იყო ეს კითხვა აბა იმიტომ რომ ეხა გვაქვს ლალის შემოგთავაზებს არა ლალის ნემი შემოგთავაზებს აუქციონს სადაც გვექნება გარკვეული თანხა
იმისთვის რომ ტოპ გუნდი შევარჩიოთ, მანსანკანის ათამაშოთ თუ იუმორისტების ტოპ გუნდი შევარჩიოთ. კაი, მოკლედ უნდა აწყოთ მანსანკანის გუნდი ათლარი გექნათ ბალანსი, მე შემოგიტანთ ლოტებს, იუმორისტებს და თქვენ უნდა შეიძინოთ რამ. 3 უნდა შეკავთ რეალობაში 9 ლოტი გამოვა აუქციონზე. პირველი ნიკა არაბიძე. მინიმალური ბიდი ლარი რა თქმა უნდა. ვიღაცები შეიძლება რომ არ ვიტიდოთ საერთოდ არც ერთმა. ეგრევე რა. ნიკა არაბიძე ლარად არის აყიდელი ისე კავენში. ლარი ქუთაისში. ლარა თუ არის აყიდელი ლარი. ლარი ცოტნემ, კაი, ცოტნემ შეიძინა ლარად ნიკა არაბიძე. მეორე მიშა ანდღულაძე. მიშა ანდღულაძე ლარი ეგრევე. ორი ლარი. ლარი გუნდიშას. მიშა მაგრამ ორი ლარი. მაგრამ ერთობოდი. კარგი, მაშინ წაიყვანე. ორი ლარი 1, 2 ლარი 2, 2 და 3. გილოსა გუნდიში. ეხლა დავშე რა წამოვა. აბა აქაც თუ მოიგებ, ეს თუ მოიგებ. აი, მესამე ნიკა გრიგოლია. ნიკა გრიგოლია 2 ლარი. 2 ლარი გუნდიშას. 3 ლარი ცოტნეს. 3 ლარი 1. 4. არა, 4 ლარი გუნდიშას. ოპა. 4 ლარი 1. 4 ლარი 2. კარგი, დავთმო. 4 ლარი 3. 4 ლარი დათმე ნიკა გრიგოლია. მიშამ შეიძინა ნიკა გრიგოლია. მე 4 ლოტი ირაკლი ვახტანგიშვილი. ირაკლი ვახტანგიშვილი მინდა. 2 ლარი. 3 მეც 3 ლარი ცოტნეს. 3 ლარი 1. შენ აღარ გაგ 4 ლარი. 3 ლარი 2. 3 ლარი 3. ცოტნე შეიძინა ირაკლი ვახტანგიშვილი. მე-5 ზვიად ბლიაძე. კი, ზვიად ბლიაძე, კავენში. აბა, გელოდებით აუქციონ, აბა შემო. 3 ლარი. 3 ლარი ბატონ მიშას. პირველად გადაიხადა თავიდან. 3 ლარი 1. ხუთი ჭამყავს უკვე გუნდში. 3 ლარი 2. 3 ლარი 3. აი, ბატონ მიშა შეიძინა ზვიად ბლიაძე 3 ლარად. მე-6 გოჩა თანდარაშვილი. 4 ლარი. 4 ლარი 1. 4 ლარი 2. არა, არავინ არაფერს მომცემთ მე. 4 ლარი 3. აი, გოჩა თანდარაშვილი შეიძინა გუნდიშამ. მე შევკა, მე დარჩა 3, მეგობრებო, 3 ლოტი დარჩა. გუნდი შენ უკვე შეკარი, შენი გუნდი. მე თუ გამოვაკლდები ძალიან კაი გუნდია. მე უკვე არა, შენ უნდა იცი. შეიძლება რაღაც პრობლემები შეექმნა. შენ უნდა იცინო და შეავსო. მაგაში შეავსო. ბატონო. კი ბატონო. მე-7 ვასოფ ხაკაძე. 3 საწესი სტაბილური. 3 ლარი 3 ლარი 1. არა, სონეს. აი, ბატონო, 3 ლარი შეიძინა ბატონო მიშა. ვასოფ ხაკაძე. მე-8 ლოტი გია ჭანტურია. მე გამოვდივარ ჩემ უკანასკნელ 4 ლარი. ცოტნე. ბოლო ვინ არის? ბოლო შენ. თუ გამოვალ, მაინც 6-ში უნდა გამოვიდე, ხო? ანუ რა აზრი აქვს იმ ფულის შენ? აი, ხო, და მაინტერესებს მე-9, აი. რა თქმა უნდა. მეცვლენდობი, ხო? ო, კარგი. გია ჭანტურია შეიძინა ბატონო მიშა და ცოტნე შენ დაგჭა გიორგი ჯანელიძე. ჩვენი ჯანელა სუზის და წერს. გაუჩერებლად შენ გუნდს ყველაზე მეტი შუტკა აქვს. გუნდიშას გუნდი არის სწორილი ასოებით. მიშა ანდღულაძე, ნიკა გრიგოლია და გოჩა თანდარაშვილი. ბატონ მიშას გუნდი არის ზვიად ბლიაძე, ვასოფ ხაკაძე და გია ჭანტურია. ცოტნეს გუნდი ნიკა არაბიძე, ირაკლი ვახტანგიშვილი და გიორგი ჯანელიძე. გუნდიშა მოიგო ლალი მასეთ. გუნდიში 2 ვისტრიკი გაქვს უკვე. აი, ის როგორ ცოცხალი შოურო იყო ჩვენ გასაგებად ის მანამდე რა იყო ცოცხალ. გოჩა რო იყო ხოლმე, მაგრამ იყვარდა ეგ კი, მაგ შოუში გამოჩნდა სხვა შორის ეგა. აი თანდარა არის. აი მანდ მაგრა გამოჩნდა რომ ძალიან კაი უმორია ხო რა. სხვადასხვა ჩვენ ცხოვრობთ. იმაში ძალიან მაგრა წერდა ხოლმე უცებ რაღაცა იმას ანასწორი. ჩვენ ცხოვრობდა გაცოცხლებულში სტუმრად და ძალიან. ხო, ჩვენთანაც რო იყო ძალიან. შენ გრიგოლია ის რა ქვია, არ მოვა. მაგადაცემაზე სადღაც გოჩა ყავდა, გრიგოლიაც ყავდა დაბატიჟებული და აი ბოლო წამს რაღაცაო ვერ მოახერხეო თუ რაღაცაო აი ბოლო წამს და მაგის მერე ბიჭო აი ეხა მოტოციკლეტი გაუხუჭდა თო. ო, ეგ საპატიო მიზეზი. კი, კაი, ესეთი კითხვა მქონდა ყველასთან რა. ქართველების რომელი თვისება გიყვარს ყველაზე მეტად ხო რა? აი, რას გამოვარჩევდი? ეხლა რატომღაც თემატური არ იყო ცოტა გამოვარდით, მაგრამ ქართველებს აუთ რამე? ერთი უნდა თქვა. ხო, რავი, ბევრი ვარიანტია, მაგრამ რამე ერთი თვისება რა. რა, მე მარტივად ვიტყვი. თუმარ მასპინს. არ ვიცი, რამდენად თვისებაა, მაგრამ მე თვისებას დავარქმევდი. იმერლობა მე ვასწავლებ. ქართველების. აქვე აღნიშნო რომ მე ამდენად არ ვარ იმერელი. მაგიტო არა, უბრალოდ ისე გიჟდები მაგ ხალხზე. რა უქენი რა ქუთაისში ჩავიყვანე მოვწამლე.
ბიჭო, კაი. იმერლობა კი განსაკუთრებული რამეა, ქუთაის მაიცის ეგ. თან ეს რატო იყო ისი შოქში გორის პერე ჩავიყვანე. აგრა გაუგვირდა. აი გორიც. ბიჭო, მეც გაიგუთხილან მაგრამ ძალიან რაღაც მაგრამ ხალხზე და თვისებებზე და იმებზე რომ მიდგება, ეგ ყველაფერი მგონია რომ იმერელ ადამიანში არის, რაც მომწონს თავმოყრილი რა. მაგიტო ვიძახი მაგას. ეს ბევრი რაღაც რაც მინდოდა მე თქვა, ამაში კარგად ჩაჭდა. იცი რა მომწონს? ბურახი. ბურახიც კაია, მაგრამ ბურახი არ იყო ქართული. ეგ იყო იმპერიული გადმონაშთი. ქართველების ყველაზე მეტად მიყვარს, როცა ცდილობენ ხოლმე, რომ არ შეიმჩნიო, რომ ამ რაღაცას პირველად ხედავენ რა. ხო, რა. აი, გვინახ. კი, რომ აი არ გაუკვირდეს ზედმეტად რა. რომ აქ არავის ეგონოს, რომ აქ ჩვენ რაღაცები გვიკვირს. მე გორელებზე არ შემჩნევი არასოს, რომ რამის გაკურებისგან თავი შეეკავებინოთ. ბიჯო. ჩემი მამიდაშვილი პირველად რო იყო ზოოპარკში რო ჩამოიყვანეს. მამა ჩემს ყავდა რა, რაღაც იგი ცალკე უცებ რაღაც და მაიმუნის გალიასთან რომ მოხვდა წინ. იმ ხელზე ბიჯო მაიმუნი და მამა ჩემო დაუტოვეო ბავშვიო. წავედიო. მივაგდა იქ სადაც. გორში არის კარგი რა იცი? კატლეტი ამ წინვალე. გეგმარება არის მაგარი. აი ეგეთი დახაზული ქალაქი ცოტაა. იდეალური ისა რომ კარგი ევროპული ქალაქი იყოს, მაგრამ ხასიათი ცოტა ისი როგორ არის ნაბრძოლი ხალხია რა. აქ ხო ის არის რა ჭიდაობის ჩვენ ფენომენი ხა ზოგადად ძალისმიერი სპორტების ქართულ ფენომენი არის კავკასიონი. ყველაზე მაღლიდან, ყველაზე სუფთა, ყველაზე კარგად გაფილტრული წყალია აქ. ეგ დნება კავკასიონი ძალიან მაღალზე. წყალი რომელსაც ჩვენ ვსვავთ აქ ამ რეგიონში არის ყველაზე სუფთა რა, ესაზღვრება სამყაროში. ამის ხარჯზე ვართ ჯანმრთელები, ჩვენი კვების რაციონი და რაღაცა ისა, ადგილმდებარეობას მუშაობს და ეგრე გამოდის რა, რომ აქეთ ჯანზე ვართ და ისი რატო წყალს რატო ვაწვევი, იმიტომ რომ წავალ წამოვალ ხო კავკასიონი ხო აქეთ ჩვენა ვართ. იქი დაღესტან შეშნა. წავალ წამოვალ და UFC-ის ფინალში ვიღაც დაღესტელი მოვა იქიდან და იმასაც ეს წყალი აქ ნასვა. სადღაც ფინალში იყო. ხო, სადღაც იქნებით ოლიმპიური ჩემპიონატის ფინალებში, სულ ეგ ჭიდაობა ეგ თემა აქედან სამხრეთ კავკასია თუ ჩრდილოეთ კავკასია, რომელიმე აქეთ უფრო სამხრეთი გეტყვი რატო გვაქვს ჩვენ უპირატესობა. სამხრეთი მხარეა. მეტი მზეა ჩვენთან მეტი წყალი დნება. მეტი მდინარე მოდის აქეთ, მეტი წყალი გვაქვს. მაგრამ შენ რა მითხარი იცი? ეგ წყალი აი ფეხბურთელებზე რატო არ მოქმედებს? როგორ არ მოქმედებს? როგორ არ მოქმედებს? მარტო ჭიდაობაზე გროსნოს ტერეკში ადარი, აბა. არა, ნუ ეგ კი ბატონო. ჩვენი. არა, ხო, ფეხბურთი ის არ არის, რა ქვია, ფეხბურთი აქ ჩვენთან იმპორტით არის, რა ჭიდაობა ბევრად ძველი და ესეთი არის. ხო, მაგრამ ფეხბურთს ჯერ ეხლა ვსწავლობ ჩვენ. იმიტომ რომ ამდენ ბაოს ეხლა დღეს რო ვარჯიშობს ფეხბურთი არ უთამაშია საქართველოში არასოდეს აი 91 წლის მერეც არ ყოფილა მაგრამ ეგ ყველაფერი ალბათ პარაზამსახურებაა პირველ რიგში და ეხლა მაგან მოიტანა ესა და აი ეხლა გავიგებთ ჩვენ ქართველებს აი ესენი რო გაიზრდებიან აი აი ნახე ეხლა აი 10-15 წელიწადში ნახე შენ საქართველოს ნაკრები რას ნიშნავს ეს თაობა რო წამოვა ოღონდ აი ეს რო გადაივლის ამ ბუმმა თუ გადაიარა მე ეს 91 წლის 13 მაისი თუ დაგვრჩა ეს მე ხარცო ყვარა არის შეიძლება სოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი სოფლიოს ქართველი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი ყველა დროის ცალსახად სოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის მყისიერად მომავალში კიდევ უფრო მომავალში ალბათ ბალონ დორის ნახოთ ეხლა ყველა ის რა ქვია ყველა მისი ბრწყინვალე სეზონი ალბათ სოფლიოს ჩემპიონატს ან არ დაემთხვევა და ან კიდე ჩვენც ვიქნებით იმ სოფლიოს ჩემპიონატზე რა და აუ სოფლიოს ჩემპიონატი ბიჭო ეს მართლა დაწერა ვინმე შეჩემა წაკითხვა ეს სადღაც შევხვდა წელზე შემოიხვია წელზე რატო აქ შემოხვეულიო როცა შეეძლო რომ ხარზე შემოეხვია ისო ანუ ჯერ ერთი დავიწყოთ იმით რომ რავი ყველა ფეხბურთში არის რაღაც სპორტებში ხო არის რომ იმაზე ესე უნდა გამოგქონდეს ეხა რომ მოიგებ რამე ბრძოლას ან რაღაც ფეხბურთში ძალიან დიდი ხანია რომ ესე მაქვს ნანახი ვიღაცეებზე რა ყველას ესე ქონდა ვაფშე ხა ამ ლიგის ფინალზე დაჯილდოებას რო უყურე არა რავი რა ესე მინახავს სხვა დროსაც მაშინ რავი გაატრაკეთ იმაზეც რა ქვია დვალიშვილი რო გამოვა და
ისეც მე ვარ აქვე შორტი საქართველოს დროშის სინონიმი და გაუტრაკოთ რომ ვახ როგორ აცვიან რა სიგიჟია აი კაც რა სულელია კაცი გამოვიდა ისა ქვია ჩემპიონთა ლიგა მოიგო ისა ქვია ფრანგული კლუბის სახელით რაღაც საქართველოს დროშა უნდა და აი უკეთია ეგრე და იმაშო რავი იმის არ იყოს კიდე ტატუ გაიკეთა და აი ნუიშკი ნერვებს გაფიცებ რა ნუიშკი ნერვებს გაფიცებ ისი როგორ არის უაყოფილო კაცი რაღაც მიზეს რომ მოძებნის ეგეთი ყოველთვის გამოჩნდება ყველა საქმეში რა ეს ფინალს უყურეთ ერთად და ძმა კაც ეძინა რა გვერდზე და გაიღვიძა პენლები რომ თავდებოდა რა მოხდა მოიგო PSG ქუჩამო გოლი გაიტანო არ გაუტანია გოლი კაი სადა მამას ეძინა იმან ლიგის ფინალი მოიგო ეს უკმაყოფილო დარჩა ბაი უკმაყოფილო დარჩა რა გოლი ვერ გაიტანა კაი ის არის ხო კაი მაგარი აი გერა გენიალურია კომენტარები ხო არ წაგვეკითხა უცებ გამარჯვებულების წინა ვიდეოში ყავდა ესეთი ჩელენჯი ანუ კომენტარებში ვიწერენ რაღაც ჩელენჯია და გამარჯვებულს გადაეცემა ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრებების საჩუქრად ასევე შენთვისაც უნდა მომეცა მაგრამ რატომღაც გამზადებული არა აქვთ კაი არა სხვა რაიმე მეთოდით გაგატანთ არ არის პრობლემა ხო გეგევას წინა გადაცემის კითხვა იყო რა ზედმეტ სახელი არ მოუხდებოდათ კი რა ზედმეტ სახელი უნდა გქონდეთ იუთუბერებს UFC-ში და დავიწყოთ კნო the boiled ძალიან ბოროტი ხუმრობაა ძალიან მე ჩემს მაგაზე არ გავიცინებ ეგრე ლუკა კალატოზი მოხარშული რო არის მაგაზე ცოტნე ლოტიუს ლუდიუს ბაკალიუს ცოტნე ლოტიუსი ძალიან გზელია მაგრამ ისე მომწონს ზე კუკერ კალატოზი ოთარ დაღმაშენებელი ბენიზე კი ბატონო და გიორგი დონდლო გალობლიშვილი აჰა ოკეი მაფიის კი ბატონო აი გიორგი თუზლის მახარაშვილი გიორგი თუზლის მახარაშვილი სოსო ნორს კორეან ზომბი ნებიერიძე მე ის დამევასებდა ნიკოლოზ მძრევამოსილი შევარდნაძე ნიკოლოზ მძრევამოსილი შევარდნაძე მე-18 წოდებული მეგობრებო საჩუქრის მისაღებად გთხოვთ ჩაგვირიცხოთ 20 ლარი მოგწეროთ ლუდისას Facebook გვერდზე და დანარჩენს უკვე დეტალებს აგიხსნიან სად როგორ რანაირად შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი კუთვნილი საჩუქრები ნიუსები გვექნება ახლა კი ბატონო ნიუსების თამაში მოკლედ ბატონმა შესაუხსნა რა თამაშიც არის რაღაცა ნიუს გეტყვით მამას ექნება რაღაცა დასასრულებელი ანუ ფრაზან რაღაცა სიტყვა რაღაცა იქნება და თქვენ უნდა დაასრულოთ ან იუმორისტულად ან მართლა უნდა გამოიცნოთ როგორ მთავრდება ეგ ყველაფერი. თუ ვერცეთმა ვერ გამოიცანით სწორი პასუხი, მაშინ შეფასდება ვინც უფრო სასაცილო პასუხი გასარა. და ბარემ გათამაშების თემა იყოს ცოტნე. მეგობრებო, ჩვენ ვერსიას ვიტყვით ამ ნიუსებზე, მაგრამ თქვენ უფრო სახალისო, უფრო საინტერესო ვერსია თუ გაქვთ, დაწერეთ კომენტარებში და საუკეთესო ვერსიების ავტორებს გადაეცემათ ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრებები. პოლიცია იძიებს ქურდობას მუზეუმიდან, საიდანაც უცნობმა პირმა წაიღო ვერაფერი სასაცილო ვერ მოხდა. უეჭველი დამლაგებლის პოლიჟოხი რაღაც სულ ადგილას ედო იმას და ეგონა ღირსშესანიშნაობა. პოლიცია იძიებს ქურდობას მუზეუმიდან, საიდანაც უცნობმა პირმა წაიღო მომავლის იმედი. კარგი, პასუხი არის. ესეთი არის პოსტორი, მაგრამ ბატონამიშა მოიგო სასაცილო პასუხით და რეალურად იყო ჰაერით სავსე კონსერვის კილები. ვაუ. რა ჰაერი იყო ეგეთი? არ ვიცი. კვლევის თანახმად კატებს აქვთ უნარი განასხვავონ თავიანთი პატრონის ხმა სხვებისგან, თუმცა მაინც არ ცემენ პასუხს. დაახლოებით იგივე ვარიანტი მქონდა. არ გამიგია. ბატონამიშა მოიგო მაშინ. ფეხებზე კიდიათ და მაინც არ მოდიან დაძახებულზე. ეს პასუხი არის, ანუ ხითია. ესე კი ანუ მე რო ეხება მაქსიმალურად კორექტული აი ზრდილობა არ პასშენ მართალი იყავი და მე თან მართალი ვიყავი თან სასაცილო. ტაილანდში ვებხვების ნაგზალის რეინჯერებმა შეამჩნიეს რომ ვებხვები ბევრად უფრო მშვიდები ხდებიან, როდესაც მათ უმღერიან ლამპიონები. რას არა რა კაი ვარიანტია, ახლოს იყავი ძალიან. ტაიგერ ლილის რომელიმე ტრეკს.
სექს ბომბი. სექს ბომბი თქვით ბატონო. მოეწონებათ. მაგრამ მართალია ხო? შეიძლება იყოს. გუნდი შემოიგო. იმიტომ რომ მართალია. არა, მართალი არ არის. მეფელომიდან იმას. ბრიტნის პირსის სიმღერებს ასმენებენ ვებპებს. ამ შვიდებიან ბრიტნიზე. ბრიტნი მეც ბავშვი. ახლოს ვიყავი. ამშვიდებდა. საფრანგეთში მძარცველი ბანკში შეიჭრა, თუმცა იარაღის ნაცვლად მოლარეს დაიმუქრა. ბანანით. ანუ მე მისას იმას ჩაიხარა. იქნება გააბარზოს. დაურსულებით. არა ვარიანტები კიდე? ნუ? მე მგონი რაღაცით დაემუქრა. ზეგანაკვეთური ბალონში თქვენ მოიგეთ. მაგით დავემუქრებოდი. სწორი პასუხი იყო. ის შეშინება რომ იტოდეს. სწორი პასუხი იყო ძალიან ძველი და გამაგრებული ბაგეტით. ორით. რა არის ეგეთი ბაგეტი? ეგეთი ბაგეტი რა არის? ვიცი. ბაგეტი ბანანი და სახოსი რა ვიცი ბაგეტი ბანანი რა ვიცი. და იმან თავი უნდა იმტრიოს რომ ამას ჩაცხებენ თუ გაუყრიან. ან მახსოვდა ეგნიუსი, მაგრამ ბაგეტი ბანანი მახსოვდა. ავსტრალიაში კენგურუ შეიჭრა მაღაზიაში და მოიპარა მხოლოდ ჩიპსი. ჩანთა. მე არ გავიტეხო. ბოლომდე გავაცნობი. ყველაფერზე ეგუდაო თქვა. გამოცანა. ჩანთა კაი ვარიანტი იყო. ლუდი. გუნდი შემოიგო. ლუდი მოიპარა მართლა? 6 კილა ლუდი და პრეზერვატივები შექვა. გოგოსანადიო. მაგარი საღამოს ელოდებოდა. გასწავლია გაწმელი გარგარწმელი იყო გოჭო. ერთხელ სუპერმარკეტში დგავა რა რაღაც რიგში და ჩემ წინ ტიპი დგას და რა იყიდა იცი? ორი ერთჯერად იყავა და პრეზერვატივები. და მეთქი საღულს ვაო რა მარტივად გაგაგებული ჩემი. მაგარია ფიგიზდება. ორი ყავით მიდიოდა. შვედეთში გაიხსნა მსოფლიო სანი? ნომერი მომენტი. კაცი მე დაიოცა დრუჟოკ. შვედეთში გაიხსნა მსოფლიოში პირველი სიზარმაცის მუზეუმი, სადაც მთავარი ექსპონატია სოციალური აწოვა იქ გაარსა. სხვას მოვიფიქრებ ბალიში. მთავარი ექსპონატი რა არის? დივანი უნდა იყოს ალბათ. რაღაცა სიზარმაცის მუზეუმში. კატა გარფილდია. შეიძლება ცხოველი იყოს რა მე რაღაც. მე უბრალოდ ზარმაცას ვფიქრობდი. შეიძლება პიროვნებას შეიძლება პიროვნებაც იყოს. პულტი. პულტი სიზარმაცის სიმბოლო არ არის ჩემი კაცი. ესე უკვე რასად როდის დაუსწროს. პულტი იქნება, უე ხელში მჭერი. ჭველი. პულტი ვინც გამოიგონა. უგარ ვიცი ვინ. რეალური პასუხი რატვინი რეალური პასუხი არის გიდი, რომელსაც ეზარება ექსკურსიის ჩატარება. თქვენ გადაწყვეტთ რომ მოიქცეთ. პირველი პულტი ხო ის შნურიანი იყო. ახალი გამოკითხვის თანახმად ადამიანების უმეტესობა სამსახურში თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობს, მაშინ როცა მოდი შეგენაცვალე. მე დაძაბული მომენტი. გოლი გავიტანე? უი. ადამიანის უმეტესობა თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობს სამსახურში, მაშინ როცა ხო. სამსახურიდან მიდის. ჩემი აზრით ხელფასს რო გიმატებენ. არა. დირექტორს რო აგინებ. მანდ ტრიალე. შენ არა, შენ კაი დირექტორი ხარ ირა. ვიზე ამ სამსახური რომ მიდიხარ ის თავისუფლდები არა, აი დღის წლის ბოლო რო არის და რომ მიდიხარ. საღამოს. პარასკევს. აუ, პარასკევს. აი რეალური პასუხი პარასკევს. არის მაშინ არიან ბედნიერები, როდესაც უფროსი შვებულობაში გადის. როგორც თქვენ იყავით მაგალითად მე არ ვიყავ, მე ორნაბიჯში მუშაობდი და მენეჯერი რო გადიოდა შვებულებაში, ადმინისტრატორი ვიყავი, კარგი სტატი მქონდა მაგ პერიოდში. კარგი. არც ისა მქონდა, დასვენება არ მქონდა, 24/7-ზე მუშაობდით პრაქტიკულად. აი, ნუ გვატირებ ხა შესაძლოა. საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მამაკაცების 80%-ს ჯერა, რომ ისინი საუკეთესო ბრძოლები არიან, ხოლო დანარჩენ 20%-ს პრავა არ აქვს. ეხა უნდა თქვა ის, რასაც აწვევოდი. ბიჭო, რა ვიცი. დანარჩენ 20%, ანუ 80%-ს ჯერა საუკეთესო ბრძოლები არიან, დანარჩენ 20% მართვის მოწომა არა. 20%-ზე. მართვის მოწომა ან აქვს ან არა აქვს რა. აი ხუნდიშას არა აქვს მართვის მოწომა, მაგრამ საუკეთესო ბრძოლი გონია თავი. დანარჩენი 20% ლიშენი. დანარჩენი 20%. აბა ლოთოვან დაღუპათ ორი. კაი ბიჭი იყო ეს. დანარჩენი 20% გეია. აი, დანარჩენი 20% სვავს.
რა მე შემიძლია ყურება გახრეტილი რასაც მინდა იმას ვიტყვი შეჩება მე აღარ მომეც ხოება შეთვის შეიძლება დანშენ 20%-ს ბენ ვიყავს კაი მანქანა არ ხო ხო იცი რა გინდათ ხო რომ 80%-ს ყავს მანქანა კაცები შეჩება ნუ ეს საქართველოს ჩატარებული კლევის მიხედვით სიგიჟია და სისულელე ასე ლალის მოთხოვეთ პასუხი გადაცემის ჩაწერის მერე ლალის ისა რიგა ჩეკებული შენია არა მაშინ არა მე ეჭვია ლალის მოყვებული ის არის ანალიტიკა აი მართალია ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციამ დააკავა ბანკის მძარცველი თუმცა ნიღბის ნაცვლად სახელზე ჩამოწმული ჰქონდა კოლგოტი ნუ კოლგოტი ბანალური იქნება ჩემი აზრით მე მინიშემას გასულ კოლგოტი არ არის გუნდში ბანკის მძარცველი ბანკის პირველზე რაც უპასუხე დავსებით რეალური არის ცოტა შენ ამჯერად სხვას მოვიგრე რა მიშარასე ამ შემთხვევაში თავზე ქონდა ჩაო მაშინ უხდება დედის სამივე მოიგეთ სამივე მოიგეთ ამ რაუნდში მაგრამ რეალური პასუხი იყო სალათის ფურცელი არ ვიცი როგორ მაგრამ ეგრე რა ყველა გადაუჭირეთ ვიღაც მოკლედ ამ ნიუსებზე ვინ საუკეთესო პასუხებს დაწერს კომენტარებში მას გადაიცემა ლუცა და ბავარიის კომბინირებული ნაკრები ტაქსი ფილმის რეჟისორი ხარ როგორც ვიცი სხვადასხვა ძალიან მიყვარს ეგ ფილმი რო უყურე ძალიან მომეწონა ძალიან მიხალისე და გავიგე რომ ნუ ვალისგან გავიგე რომ ტაქსით მგზავრობდი და ისტორიებს აგროვებდი ტაქსისტებისგან რომ მაგ ფილმის დაწყება ეხლა რამდენად სიმართლეა როგორ არის ახლა როგორ იყო იცი ტაქსისტებისგან სულ ყოველთვის აგროვებ ისტორიებს ხო ნუ ეგ კი ავტომატურად ხდება ეხლა მაშინ უფრო იყო ესე დღევანდელი ტაქსისტები უფრო ესეთები არიან რა ქვია სიტყვა ძუნწები კი არა და თავისი პროტოკოლი ჩვენც ვისწავლეთ ხალხმა რომ ქართული არიციან გაიგე რომ გამოუღებდი ადრე და წინ ჩაუждდებოდი პირდაპირ და შედიანი იყავი მე აღარ ვждები წინ ვაფშე არასოდეს ხო წინ ბიჭო მე ადრესავდი არ მიყვარდა ხოლმე რა ყნარად ვიდე ჩემთვის უკან ვიჯექი ყოველთვის ხო ტაქსიცერული არ მიყვარს საერთოდ ხო და რამდენად ნაღდი იყო ეგ ამბობიობა მეტნაკლებად რა მამ რავი თუ კი რამე გამიგია რაღაც ისტორიები ბევრი იყო ესე ჩაიჟდა იმაში ის მევასებაც შეგრებული მანდ მოეთხ პერსონაჟი არის გენიალური. ეგ ჩემი ხუმრობა იყო, ერთ საღამოს ვღადაობდით მაგ თემას. მეცნიერული ის გვინდოდა გაგვეტრაკებინა, მეცნიერული ჰომოფობია რა. მეცნიერული ჰომოფობია. გაправებადი რო იყო. რაღაცა მე. ძალიან გადაობა ფილმია, მე ძალიან მევასება და სცენები მაგედან. ბატონო მიშა, ჩვენ გვაქვს რუბრიკა თქვენთან. ჩვენ მინდა დავადგინოთ როგორი ბავშვობა ქონდა. მიშას დიდარი ბავშვობა თუ ღარიბი ბავშვობა? სულ 10 კითხვა 5-ზე მეს თუ უპასუხებ დადებითად რა თქმა უნდა, დიდარი ვიქნები, ნაკლებს უპასუხებ, ღარიბი იქნები. თუ რაღაცები ჩვენც გადავწყვეტ აქ. როგორიც ვართ. ერთზე მეტი დუბლიონკა თუ გქონდა. ბავშვობაში დუბლიონკა რატომ უნდა ქონოდა შეჩემა? იყო ბავშვებსაც ქონდა დუბლიონკა. არა, მეც მქონდა რაღაც ეგეთი, მაგრამ მე გამახსენდა. ნო, დუბლიონკა არ ქონია არც ერთი. არც ერთი. აზრი არა აქვს საკუთარ. დავშეკი რაღაც ავიკითხო. და ოქროს შარვალ კოსტუმი ნაცერია. საკუთარი ოთახი თუ გქონდა? არა, საშიარო ოთახი მქონდა ჩემგასთან ერთად რა. მაგრამ ნუ ხო ბავშვების ოთახი ექო რაღაც პონჩი ახლა. სახლს ორი საპირფარეშო ქონდა თუ ერთი? ერთი. 14 წლამდე სამოგზაუროდ თუ დაყავდი მშობლებს? ნო. დასასვენებლად ზღვაზე თუ დადიოდი ყოველ წელს? ნო. კოკა-კოლა თუ ქონდა 18 წლამდე დალეული? 18 წლამდე რო კოკა-კოლა დამელია, ამისთვის უნდა მოგზაურა დასავლეთში. აქ არის ჩემ 18 წლამდე კოკა-კოლა. ნო, ანუ ეს. გაშიაგაცილეს. არა, დალეული მქონდა, გასინჯული მქონდა, რა თქმა უნდა, დაბადების დღეზე გააძრეს ჩემ კლასელთან კოკა-კოლა. და გავსინჯეთ რა, ეგრეთ პონჩი იყო, მაგრამ დაისხი და იგულავე, ნო. პაი. 16 წლამდე ჯინსი თუ გქონდა? შარვალია მქონდა. 16 წლამდე ჯინსი მქონდა. ეგეთი ლეგენდარი ფირმა იყო, მარტო თბილისში ჩითავდა.
ავისი. ავისი. აი იმ პერიოდისებს ემახსოვრება. სახლში ორი მანქანა თუ ნო. დამთავრებას მომერიდა. ორი მანქანა. ანუ ერთი სარეცხი და მეორე ჩვეული. სარეცხი და იმის ხორცის. ორი კითხვა წერია ძალიან ძერსკად. სახლში ორი მანქანა თუ გქონდა და შემდეგი კითხვა ორი მანქანა თუ ყავდა სახლში. შეგეშალა, კაი, რას ლაპარაკობ, ვერ მივხვდი. არტექში თუ ხარ ნამყოფი ერთზე მეტჯერ. არა. ნო, არტექში არ ვარ ნამყოფი. ჩემი კლასელი იყო. კოკა-კოლა მოყოლით ეგრე იცი ეგეც ხო? ჩემი კლასელი იყო. აი, მიდარი ბავშვობა ხონდა მიშას ძალიან. ერთი გონდა მარტო ჯინსი, ისიც რაღაცა ისიც რაღაცა ჯინსიც არის ხო? ბოლონდე ჯინსი არის ხო? ხო, ეგ ანუ ბურთი ვისაც ჰქონდა, კაროჩე იყო მდიდარი რა და ველოსიპედი ვისაც ჰქონდა იყო ლაქშერი. ყველაზე მდიდარი. კი, ჰაი-ენდი იყო. ძალიან სამწუხარო. აი, გავიდე ცოტნე ბოლოში და მე ისე უყუროთ ფეხბურთს ფარი, ხო? ხო, დავასრულო და კაი, ბოლოსკენ მე დაასრულე გიორგი ბოდიში რო ჩავედი. მიდი ცოტნე თქვი. მე დაასრულე გიორგი, ჩემო ლამაზობი. დიდი მადლობა მიშა. ძალიან სასიამოვნო პირადად გაცნობა და საუბარი ყველაფერ ისეთზე რაც ჩვენ მაინტერესებდა და შენ მოყოლა გინდოდა, მე ძალიან მესიამოვნა. დიდი მადლობა მაყურებელს, კომენტარებში დაწერა არ დაგავიწყდეთ, გათამაშებაც არის, მოიგებთ, რა თქმა უნდა დღეს ვიზუალურად ცოტნე ვერ გვარ ახლა და ვერ მიცა მიშასაც უნდა გავატანოთ, მაგრამ გადაცემის იქით მე რაღაც იქნება. პროდიუსერები რას მიშვებიან რა? სადღეგრძელო ხო? სადღეგრძელოს მე დავამთავროთ. დიდი მადლობა ჩვენ სპონსორებს. ლუდისა არის ჩვენი წარმოდგენი, ნატურალური ალღოვანი. პრემიალური ხარისხის ქართული ჩიპსი. ყოჩა. ბავარია არის ჩვენი მეგობარი ჩვენთან ერთად და ალკოსფერო, რომელიც მამარაგებს უფრო მძიმე სპირტიანი სასმელებით და მე ძალიან მიყვარს. და ბოლოსკენ ვისკი და რაღაცა ვერ გიოსება. ლუდის მოყვარული ხარ უფრო. უფრო ვისკები პირიქით? უფრო სპირტები. სპირტი ხوار და გისხათ სპირტი. არა, პავლიკას უნდა ყავდეს ახლა სპირტიანები. კაი, ეხა მიშა ნამის ადრეს ეგრეთი ის გვაქვს ხოლმე რომ სტუმარი რაღაც ადგილს გონევა ბოლოს და მაგით ვამთავრებთ ხოლმე და რამე შემოთავაზე და დავამთავროთ. რავი, აბა სადღეგრძელოს. დაგვიმარჯოს, კარგად ვიყო. ნახე, იმერეთში იციან, ზემო იმერეთში ეს სადღეგრძელო ესე ამბობენ ხოლმე. ჩვენს მარჯვენს, ჩვენს ყოველდღიურ შრომას საქმიანობას გამარჯოს. რაკი, გამოსახურებრივ ვითარებაში ვართ, მეტნაკლებად ამბობენ და წარმატება უსურვოთ ყველა წამოწყებას. ნამდვილად, გაუმარჯოს. მადლობა ძალიან დიდი და გაგიმარჯოთ თქვენ ჩვენო მაყურებელო, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და დროებით.